ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ წინა საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა. პარტიის ლიდერები დღეს ბათუმში ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდნენ და საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დროის მაქსიმალურ გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება. დღეს ცნობილი გახდა, რომ უახლოესი 10 დღის განმავლობაში ეროვნულ დემოკრატიული პარტია ოფისებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში გახსნის. ჩვენ დავიწყეთ კადაკარის აქცია და ოფისიც გვექნება ცოტა ხანში, დაახლოებით 10 დღეში, უფრო კარგად ჩამოვყალიბდებით, უფრო გაგაცნობთ ჩვენ სიტუაციებს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი ბუკლეტი, ამას ვარიგებთ ჩვენ ხალხში, ანუ რას წარმოვადგენთ, რა გეგმები გვაქვს და საერთოდ სტუდენტობამ რო გაგვიცნოს, ვინც არ გვიცნობს. ჩვენ დავიწყეთ ქუთაისიდან პარტიის აქტიური მუშაობა უკვე საარჩევნო კამპანიის რეჟიმში. ყველა შეხვედრა გვაძლევს იმის იმედს, რომ ის სამუშაოები, რომელიც წინსწრებად იყო ჩატარებული, რომ მოხდა პარტიული სტრუქტურების რეორგანიზაცია და აბსოლუტურად სრული მობილიზაცია ჩვენი მხარდაჭერებისა და პარტიული აქტივის, ამ შეხვედრებზე ჩვენ ვაცდოთ მათ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, ჩვენს განახლებულ პროგრამას.